ქრისტოცენტრული აზროვნების გარეშე, რომელიც ნიშნავს შენი გონებით, შენი ინტელექტით, გრძნობებით, შენი ემოციებით, შენი სულიერი ცხოვრებით და შენი ხორციელი ცხოვრებით, ადიდეთ ღმერთი ხორცით ამაგითა თქვენით, ეს პავლე მოციქულის სიტყვებია, შენი ხორციელი ცხოვრებით ყველაფრით აბსოლუტურად ქრისტე უნდა იდიდებოდეს. ეს არის ვალდებულება ჩვენი, ჩვენ სხვა გზა არ აქვს და ქრისტეს დიდება არ გამოგვდის რა, მინიმუმ ის მაინც უნდა, როგორც საჭიროა, ის მაინც უნდა გქონდეს, რომ გვეშინოდეს მისი დაკარგვის. შიში და კრძალვა გქონდეს ჩვენი მდგომარეობისა და ჩვენი მსახურებისა. ეს გაორება ამ გაორებას გვრძნობდეთ და მე ეს გაორება გვაწუხებდეს, ტიროდეთ და ვნაღლობდეთ. და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩემთვის ქრისტეა ყველაფერი, ქრისტეს დიდება, მთელი ჩემი ცხოვრება, ქრისტეს დიდება თუ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ქრისტეა სიცოცხლე და პავლე მოციქული დღეს საოცარ სიტყვებს გვეუბნება. ქრისტე არის ჩემთვის სიცოცხლე. ხოლო სიკვდილი, აქედან გამომდინარეობს უკვე არის შენაძენი, ნიჭია ღვთისა და მე მინდა ეს სიკვდილი, იმიტომ რომ ქრისტეა სიცოცხლე. ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით, ჩვენ ყველანი მოვკვდებით. ღვთისაგან გვაქვს გამოცდილება ეკლესიაში, რომ სიკვდილი არ არსებობს, არსებობს გარდაცვალება. ოღონდ ეს ჩვენთვის თეორიული სიტყვები არ უნდა იყოს, იგი პრაქტიკად უნდა იქცეს. ეს რომ პრაქტიკად იქცეს, ჩვენ უნდა ბაიძულოთ ჩვენი თავი, განიცადოს სიკვდილი და განიცადოს გარდაცვალება ქრისტეში. ეს არის სიხასტური პრაქტიკა, რომელზეც ჩვენ ხშირად საუბრობთ. აი, დიდარი ჭაბუკი რომ ივა ქრისტესთან და რა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავემკვიდრო, რასეუნება მცნებები აღასრულებ, მცნებებს აღვასრულებ. მცნებებს უკვე აღასრულებ. ეხლა რა უნდა გავაკეთო? და რასეუნება, ყველაფერი დატოვე და შემომიდექიმე. რას ნიშნავს ეს? პირდაპირ გაგებით ფული მაქვს და ფულის დატოვებაზეა საუბარი. ეგება ფული საერთოდ არ მაქვს. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის სახარება ჩემთვის ღარიბისთვის არ დაიწერა? რას ნიშნავს ეს სიტყვები? რა სიმდიდრეზეა საუბარი? რა სიმდიდრეზე? კიდე კაი ჩემი გული არ ჩანს. კიდე კაი ჩვენი გული არ ჩანს. რიღათ აღარ არის სავსე გარდა ქრისტეთი. და ისორად უფალი მაგას მეუნება, ცნებებს აღასრულებ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ შენ ის რაც გინდა მიიღო მარადიული სიცოცხლე, ოღონ არა რაღაც გაუგებარი მარადიული სიცოცხლე, არამედ სიცოცხლე, როგორც ზეციური მამის შვილისა, როგორც ქრისტეს თანამემკვიდრისა, ყოვლადწმინდა სამების წიაღში, გულში გაქვს სიმდიდრე შენი და დატოვე ეს გული და გული ქრისტეს მიაკუთვნე. მხოლოდ ის სიხასტური პრაქტიკით შეიძლება ამის მიღწევა. ან მოწამეობრივი ღვაწლით და შენს უბრალოდ შენ ბიოლოგიურ სიცოცხლეს წირავ სიხარულით ქრისტესთვის. და თუ ეს არა, მაშინ ის სიხასტური პრაქტიკა, რომელიც იგივეა გავრცობილი დროში. და როცა ადამიანი ამგვარად ცდილობს, ჯერ იმას ხვდება, რომ რომელ სიცოცხლეზეა ლაპარაკი, როცა სიბნელეში მრავალი საათი ზიხარ და ცდილობ გულთან გულის გარღვევას, რომლის იქითაც ქრისტე დგას და გიკაკუნებს, ჯერ ხომ მაშინ ხვდები, რომ ჯოჯოხეთი ხარ და არა ქრისტიანი. და როდესაც ბევრს წვალობ, აი მერე იწყება ის საოცრება, რომელსაც უფალი პერიოდულად ეხება რა შენს გულს, ხანდახან გაგაცდევინებს სამოთხეს, რომელიც არის ქრისტე. ჩვენ ვიცით სიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვები. სამოთხე ეს არის ქრისტე. ქრისტე ეს არის სამოთხე. თუ ქრისტე როგორც სამოთხე არ განიცადე, შენ ქრისტიანი არ ხარ. ვერ მიხვდები შენსა და ქრისტეს შორის რა კავშირია. ქრისტესა და შენ შორის კავშირი პრინციპში აღარ არსებობს. ამ დროს და შენთვის ქრისტიანობა არის წესების შესრულება და საღვთისმეტყველო ლამაზი საღვთისმეტყველო თეორია. ქრისტიანი მხოლოდ მაშინ ხდები, როცა ქრისტე შენთვის არის სამოთხე, ანუ სისავსე ისეთი ბედნიერებისა, რომელსაც მიწაზე წყარო არ აქვს. მსგავსი სიტყვებია პავლე მოციქულისაც ის ამბობს, რომ ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი. ეს ჩვენი გზაა, ძმებო და დედო. ეს ჩვენი საკეთებელია.